მოგესალმებით შტაბიდან. ვაგრძელებთ ჩვენი შეხვედრების სერიას. ცოტა დიდი პაუზა გამოგვივიდა ბოლო გადაცემის ჩაწერის და ტვირთვის და დადებისგან. ამას თავისი ობიექტური მიზეზები ჰქონდა. დაკავშირებული იყო იმ მოვლენებთან, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა და ხდება დღემდე. თუმცა ვაგრძელებთ და დღეს გვინდა დავიწყოთ, დღეს გვინდა ვისაუბროთ და შემდეგ თუ საჭირო იქნება გავაგრძელოთ იმ გაკვეთილებზე, რომელიც გვასწავლა ივანიშვილის კარტელის წინააღმდეგ ბრძოლამ და ამ წინააღმდეგობამ. გიო მელაძე, ლუკა წულაძე, კიდევ ერთხელ მოგესალმებით, გიო მოგესალმები და დავით დადე რამე მარკერი და გამოყვები. საიდან ხო, რა ვიცი, ცოტა რთულ დღეს გვიწევს ამაზე ლაპარაკი, რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდით ასეთ განვითარებას, ამაზე ლაპარაკობდით და ეს გადაცემაც ამიტომ შევქმნით და შევქმნით პრინციპში ამაზე დიდი ხანია დავიწყეთ ლაპარაკი, რომ ეს უნდა შეგვექმნა, აი უკვე მეორე თვეა ვაკეთებთ და ნუ დღეს სამწუხაროდ ვიწევს იმ რეალობაში უკვე გაგრძელება ჩვენი საქმიანობის რა რეალობასაც საფრთხედ, ასე ვთქვათ, ვასახელებდით. რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია გქონდეს რაღაცა მზა რეცეპტები და დღეს ესეთი მოლოდინი გაჩნდა თითქოს, რომ რაღაცა მზა რეცეპტი უნდა არსებობდეს და ვიღაცამ ეს უნდა გაგვანდოს ჩვენ ეს საიდუმლო. და რა ვიცი, მე მაგალითად გონია, რომ ამ მოლოდინს უნდა უპასუხოთ დღევანდელ გადაცემაში და ვილაპარაკოთ, გავიაზროთ ჯერ კარგად კიდევ ერთხელ ისტორია, გამოცდილება, შევქმნათ რაღაცა ძირითადი საორიენტაციო მიმართულებები და მერე ვცადოთ და დავაშენოთ ამ ყველაფერზე მომავალი განვითარების ხედვა, იმიტომ რომ, არჩევნები ესეა, როგორც არის, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დამთავრდა, ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ სხვა პროცესში ვართ და არა დემოკრატიულ პროცესში და ამ პროცესს უნდა ვუპასუხოთ, ხო? ესე რომ მოდი დავიწყოთ რაღაცა უფრო იმის გაცნობიერებით, იმის გაგებით, სად ვართ, რატომ ვართ, როგორ ვართ, როგორ მოვედით და რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ, რომ შემდგომში, თქვათ, რაღაცა გავაკეთოთ უკეთესად, ვიდრე ვაკეთებდით აქამდე, იმიტომ რომ ფაქტია, რაღაცები ვერ გავაკეთეთ კარგად, ეს უნდა ვაღიაროთ, ყველამ, რა თქმა უნდა, ზოგმა უფრო მეტად და ზოგმა უფრო ნაკლებად, მაგრამ, რა ვქნათ, ეხლა რაც არის ეგ არის და უნდა შევეკვოთ ამას. ასე რომ მე ალბათ უფრო ამ განწყობაზე ვარ, რომ ვილაპარაკოთ წარსულზე. კიდე და მერე ამ წარსულის საფუძველზე მომავალზე. დაიწყებ თუ გავაგრძელო? ხო, აი საიდან დავიწყოთ? კი ბატონო, მაშინ ჯერჯერობით აქვე უთხრათ ჩვენ მსმენელს, რომ დაალაიქონ, გამოიწერონ ეს ჩვენი არხი, რომ უფრო მეტმა ვილაპარაკოთ ერთმანეთთან, იმიტომ რომ დღეს ამას უკვე პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს რა. და აქვე შეგახსენებთ, რომ ლუკასაც და მეც რაღაც გამოცდილება გვაქვს ამ სამოქალაქო აქტივიზმის მიმართულებით და ძირითადად რასაც ვლაპარაკობთ ჩვენი გამოცდილებიდან, ან პლუს თუ რამე წაგვიკითხავს და გვინახავს აქიდანაც და რაღაცეები წაგვიკითხავს და გვინახავს ამ მიმართულებით. ასე რომ მოდი მაშინ ვცადოთ და მაშინ მე ძალიან ზოგადად დავიწყებ, ხო, ამ პროტესტზე, რომელშიც დღეს ვართ. საიდან მოდის და, ჩემი აზრით ეს პროტესტი მოდის 2018 წლიდან. პირველი რაღაცა ესეთი ხელახალი გამოღვიძება, ასე ვთქვათ, იყო 2018 წელი, მახსოვს, ეს იყო პროტესტი კვირიკაშვილის მთელი რაღაცა გადაწყვეტილებების წინააღმდეგ, იქ იყო ეს დაჰაჰავების კამპანია. რა თქმა უნდა, სულაც არ ვამბობ, რომ მანამდე არ იყო პროტესტი, მანამდეც იყო პროტესტი, მანამდე იყო რაღაცა დეკრიმინალიზაციის მოთხოვნა, იყო ესეთი სხვადასხვა ტიპის რაღაცა შინაარსობრივი კამპანიები, თემატური კამპანიები. ხო, თემატურები, მაგრამ აი როდესაც ეს ცოტა უფრო პოლიტიკური გახდა და როდესაც მთავრობის ლეგიტიმაცია დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, ეს იყო 2018 და ამ 18-ში გაუჭირდათ კიდეც
ქოცებს არჩევნები. ეს იყო პირველი არჩევნები, რომელიც გაუჭირდათ, ეს იყო სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება და თუ გახსოვს, ეგრე ადვილად ეგამბავი არ გამოვიდა. ამის მერე უკვე იწყება და მერე არის გავრილოვის ღამე. მერე არის კამპანიები და უკვე კოვიდის პირობებში მიდის და ეს არ თულებდა კამპანიას. მერე არის უკვე უკრაინის ომი და უკრაინის ომის ფონზეა კამპანიები და აი ამ ყველაფერი მოდი ახლა გავიაზროთ და ვთქვათ რა დავინახეთ, ხო? და ჩემთვის ცხადია ერთი რამე რა. ხო, ბოდიში, ან უცბად დავამთავრე, ჩემთვის ცხადია ერთი რამე. კომენტარივით გავაკეთებ, ანუ 2018 წლამდე პრინციპში, იმიტომ 18 წლიდან, იმიტომ ვიღებთ, რომ 2018 წლიდან დღემდე პრინციპში ეს არის ერთი წინააღმდეგობა. სხვადასხვა ტალღები, მაგრამ აი რაღაც 2018 წელს აი ჩამოყალიბდა, შეიკრა როგორც მიმართულება და იმის მერე მოდის. თუმცა იყოფა სხვადასხვა ტალღებით. მანამდეც იყო პროტესტები, მანამდე იყო სხვადასხვა კამპანიები, მაგრამ აი ეს კონკრეტულად აი ივანიშვილის რეჟიმის სკენ მიმართული პროტესტი, აი ამიტომ დავსვით ეს მარკერი 2018 წლიდან რა. ეს უკვე ერთი წინააღმდეგობა არის დღემდე რა, პრინციპში. კი ბატონო, კი ბატონო. ასე რომ მე მაგალითად რამდენიმე დასკვნა გამოვიტანე ყველა წინა პროტესტიდან. ერთი, რომ ჩვენ ყავს ძალიან აქტიური მართლა სამოქალაქო საზოგადოება, ოღონდ ეს არ არის პრივატიზებული ტერმინი ერთი ჯგუფის მიერ და ესე არ უნდა განვიხილოთ, რომ ეს არის რაღაცა ერთი ჯგუფი, ეს არის ფართოდ საქართველოში მცხოვრები ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი, ეს არის ნახევარზე მეტი და ეს დიდი ნაწილია არის ძალიან აქტიური ტიპი და აქტიური დამცველი დასავლური იდეის. ეს არის აქტიური დამცველი არის სადღაც 60%. ამას აჩვენებს სხვადასხვა დროის პოლიტიკური აქტივობა, ამას აჩვენებს სხვადასხვა დროის გამოკითხვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ნამდვილად გვაქვს. თუმცა ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ რაღაცა წარმატება მოიპოვოს ამ ჯგუფმა. ჩვენ მუდმივად გვაქვს ერთი, ანუ რამდენიმე შეცდომა რა, ერთი მთავარი შეცდომა. ეს არის სათანადოდ არ ვაფასებთ ჩვენი ოპონენტის ძალას და შესაძლებლობებს. რატომღაც გგონია, რომ აი ამ მანიაკი ქაღალდის ფიგურების, რომელსაც ტელევიზორში გვაჩეჩებს ქოცური რეჟიმი, იმედად არის ივანიშვილის კარტელი. ტყუილია და ეს ტყუილი მორიგჯერზე კიდევ ერთხელ დადასტურდა. ეს არის ძალიან კარგად ორგანიზებული ბანდა, ეს არის მაფიური ხროვა ადამიანების, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს ძალიან მკაფიოდ, რომ პოლიტიკური ძალაუფლების სათავეები არაფრის ფასად ხელიდან არ უნდა გაუშვან, რომ ისინი უნდა მართავდნენ და ამისთვის აკეთებენ ყველაფერს. მათ ყავთ ძალიან კარგად ორგანიზებული ჯგუფები, რომლებიც იღებენ ძალიან პრაქტიკულ, ტაქტიკულ, სტრატეგიულ გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობენ, ანუ ამათ აქვს გამოცდილება ამ ადამიანებს. ისინი არიან დაკავშირებული სხვადასხვა ქვეყნის ამ კრიმინალურ ჯგუფებთანაც და ამ რესურსებსაც კარგად იყენებენ, როცა სჭირდებათ მათ დახმარებას იშველიებენ ქვეყნის შიგნით და საქართველოში მათ რაღაცა კავშირებსაც ძალიან კარგად იყენებენ. ისინი იყენებენ რუსულ რესურსს მუდმივად და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი რესურსია, იმიტომ რომ რუსებსაც ძალიან კარგი ცოდნა აქვთ როგორც ტექნოლოგიების, ისე ანუ ტექნოლოგიური მხარე, ხო, ისე რა ქვია, რაღაცა საზოგადოებრივი ამ პროცესების მართვის და აი ჩვენ გვაქვს ახლა ამ 60% საქმე ამხელა რესურსთან. სულაც არ არის აუცილებელი, რომ მათი ინტელექტუალური რესურსი საქართველოში იყოს. არ არის მათი ინტელექტუალური რესურსი საქართველოში. საქართველოს გარეთ არის. ჩვენ გვიწევს დაპირისპირება არაპროპორციულად ძლიერ მოწინააღმდეგესთან. ეს უნდა გვესმოდეს. ერთხელ და სამუდამოდ დავამთავროთ ლაპარაკი იმაზე, რომ რა სიტყვის კობახიძე. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რა სიტყვის კობახიძე. რასაც ეთყვიან იმას სიტყვის კობახიძის მთელი დამსახურება იმაშია, რომ შეგიძლია შეაერთო იმაში სპიკერზე და გამოსცემს იმ ხმებს, რასაც აპარატი მას ეთყვის.
არანაირი პირადი შეიძლება ამ ადამიანს არ ქონდეს. Შეგიძლია წაშალო ეს ადამიანი ერთ დღეს და მეორე დღეს თავიდან გადაწერო. მთელი იდეა ეგ არის მაგის იქ არსებობის და ისევე როგორც სხვებისაც. სხვებისაც. ხო. ამ ნიშნით არიან ერთეულები მეცად გასწრე. ანუ რო აი ეს შეუძლია. ამიტომ დავანებოთ ამას თავი, რომ ჩვენი მოწინააღმდეგე არის სუსტი. და მეორე, მე რადასკვნაც გამოვიტანე, ამ პროცესებში მუდმივად, აი, ნამდვილად მაგაზე, რა ვიცი, უამრავ ადამიანთან მქონია საუბარი, მუდმივად გვაქვს ეს რაღაცა ჯგუფი ყოვლისმცოდნე ადამიანების, რომლებსაც აქვთ რაღაც რესურსი და რაღაც გადაწყვეტილებებს იღებენ, მერე რაღაცეებს აკეთებენ ჩვენი სახელით ძალიან ხშირად და ამას ეთანხმება უდიდესი ნაწილი ამ 60%-ის ასეთ მოწყობას და უსმენს თუ რას ეტყვის და როდის ეტყვის ეს პატარა ჯგუფი, რომელიც არის როგორც პოლიტიკური ესე იგი პარტიების რაღაცა წარმომადგენლების ნაწილი, ისე რაღაც ეგრეთ წოდებული არასამთავრობო ორგანიზაციების რაღაცა წარმომადგენლები, აი ეს პატარა ჯგუფები იღებენ რაღაც გადაწყვეტილებას, პარალელურად არის რაღაცა სრულიად ქაოტური რაღაცა ჯგუფები ამ ყველაფრის გარშემო, რომელიც მუდმივად ანუ ძალიან დესტრუქციულ როლსაც შეიძლება თამაშობდნენ და აი უდიდესი ნაწილი 60% ელოდება რა სიტყვის მეასედი პროცენტი. ანუ 800,000 ადამიანი იცდის რა სიტყვის 80. 80 იცდის რა სიტყვის 8. 800,000 იცდის თუ რა სიტყვის 8. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ გავიაზროთ. ჩვენი სისუსტე მთავარი ამაში. ჩვენ დაკარგული გვაქვს თვითმმართველობის უნარი. 800,000 პროევროპულ ადამიანს კაფიოდ არ მიუღია გადაწყვეტილება, რომ თავისი ცხოვრება უნდა მართოს თვითონ. დღეს ეს უნდა შევცვალოთ. თუ ამას არ შევცვლით, თუ კლავაც მიჩერებულები ვიქნებით 8 ადამიანს, რომელმაც უნდა უთხრას 80 და 80-მა უნდა გვითხრას 800,000 დამთავრებულები. ჩვენ აღარ ვიქნებით საზოგადოება. ამიტომ მე მგონია რომ აი ეს ორი გაკვეთილი არის ჩემთვის რაღაცა მტკივნეული ძალიან, მტკივნეული უკვე ამ ფონზე რა ფონზეც არის, თორე დღეს რო ჩვენ სხვა შედეგზე ვლაპარაკობდეთ და სხვა რეალობის ფარგლებში ვიაზრებდეთ კიდევ უფრო მეტი კომფორტი გვექნებოდა ამ შეცდომაზე სამუშაოდ, დღეს არ გვაქვს არანაირი კომფორტი. დღეს ერთადერთი გადაწყვეტილება გვაქვს მისაღები გვინდა თუ არა რომ ყველამ საკუთარი პატარა შრომით რომელიც აღარ იქნება მექანიკური შრომა რა ანუ მარტო ის კი არა რომ რაღაცა მშენებლობაზე ვმუშაობთ ქვიშის მზიდავებად ერთი ადგილიდან მეორეზე მექანიკურ შრომას ვასრულებთ ეგრე კი არა უნდა გადავწყვიტოთ რომ ვართ რაღაცა პატარ-პატარა ჯგუფებად ორგანიზებულები ნებისმიერი ფორმით აი ჯიუტები დაორგანიზდით როგორც ადამიანები ვისაც უნდოდა რომ პარლამენტთან გამოეხატა თავის პროტესტი დაორგანიზდით როგორც გინდათ მაგრამ დაორგანიზდით და დაიწყეთ დამოუკიდებელი სამოქმედო გეგმის დამუშავება რა თქმა უნდა თქვენი გეგმები შეიძლება იყოს ერთიანი კამპანიის ნაწილიც მაგრამ ერთიანი კამპანია ვეღარ იქნება წარმატებული თუ ცხრებივით ყველანი ერთ დაძახილზე რაღაცა ამოძახებთ ამას ცარიელი ქვევრივით ეკოსავით ხმას ჩემთვის აი ბოდიში ამასაც ვიტყვი და ამითი მე ჩემთვის ძალიან კარგი მაგალითი იყო თუნდაც დღევანდელი დილის ეს არის 29 ოქტომბრის დილის მცირე ეს Facebook-ის დისკუსია უბრალოდ 20 აგვისტოს სტატუსი დღეს ვიღაც ხალხმა გააშიარა 20 აგვისტოს წერდი გაყალბებაზე აპარატების არასწორ და გამოყენებაზე აპარატების ამ ბევრ ბოროტ შესაძლებლობაზე და რატომღაც ამის საპირისპიროდ ანუ იმის ნაცვლად რომ ხალხს გამოეკვლია მართლა ამ აპარატების შინაარსი
შეეფასებინა რისკები და შესაბამის თავდაცვის სტრატეგიაზე ეფიქრათ იმ ადამიანებს, ვინც თავის თავს ექსპერტებს უწოდებდნენ, ვინც აქტიურად იყვნენ ჩართულები ამ ყველაფრის ორგანიზებაში და ვისაც ჰქონდა რესურსი, რატომღაც ყველანი დამწკრივდნენ, გამოვიდნენ და ამბობდნენ, რომ აპარატები ში ეჭვის შეტანას აზრი არ აქვს. ეს რეალობაა. ამ რეალობას ვერ გავექცევით. უბრალოდ ვაღიაროთ ეს რეალობა, თქვათ, რომ რაღაც შეცდომები დაუშვით და ეხლა ამ შეცდომების საფუძველზე ვსწავლობთ, რომ კიდევ აღარ დაუშვათ ეს შეცდომები. ხო? თორე არ გამოვა ეგრე არაფერი, მართლა არ გამოვა და უკვე ძალიან ბევრი დავკარგეთ და ამის ამოქაჩვას ძალიან დიდი დრო დაჭირდება. ეხლა მთავარია, რომ საერთოდ ყველაფერი არ დაგვეკარგოს. და ეს პასუხისგებლობა ყველას გვადებს, ხო? ყველას გვაქვს ეს პასუხისგებლობა. მათაც, ვინც პერიფერიულად ვართ რაღაცაში ჩართული და განსაკუთრებით კიდე მათ, ვინც თქვეს, რომ მათ უნდათ, რომ ცენტრალური ადგილი გქონდეთ ამ პროცესებში. აი ეს არის ის თქმაც ახლა მინდოდა. ხო, გეთახმები. რავი, აპარატებზე მარტივად ვიტყვი, რომ ჩემი აზრით, რაშიც მანამდე ათასობით ადამიანის რაღაც მექანიკური მოძრაობა იყო საჭირო. აი, კომისიის წევრების, წარმომადგენლების, აი გაყალბება, ხელისმოწერა, დანათება, გაპარება, და შემდეგ რაღაცა ტვინები, რომლებიც ამათ ნამოქმედარს დადებდნენ, დაალაგებდნენ, გამოითვლიდნენ და რაღაცა გონივრულ პროცენტამდე მიიყვანდნენ და ამ ყველაფერს ხელს უშლიდა ამომრჩეველი, დამკვირვებელი, რაღაც პარტიის წარმომადგენელი, საერთაშორისო დამკვირვებელი, ჟურნალისტი და ასე შემდეგ. და აი პრობლემა იყო თუ გაყალბება და ეს უნებრივად აწესებდა რაღაც გაყალბების მათთვის უსაფრთხო ზედაზღვარს რა არის შემდეგ სანამდე შეიძლებოდა გაყალბება და იმის შემდეგ უკვე ვეღარ ახერხებდნენ და აი ეს თითქოს ეგეთი შეგრძნება მაქვს და ჯერჯერობით არ მაქვს არგუმენტები კი არა აი დადასტურება სამხილები ასე ვთქვათ მაგრამ აი ეგეთი შეგრძნება მაქვს რომ აი მთელი ეს ფუნქცია უცბად აიღეს აპარატებმა და შესაძლებელი გახადეს აი რაღაც წინასწარ დაგეგმილი გეგმის სწრაფად დათვლა, გამოთვლა და დასმა. აი რაღაც ეგეთი შთაბეჭდილება დამრჩა და ხო, ანუ პრობლემა იყო რომ ყველა ვიმტკიცებდა და მე რა ვიცი, ჩვენც უმტკიცებდით, ნუ შენ არ გეხება პირადად, მაგრამ ხებს რომ არა, მოდი არჩევნებზე და აი ეს აპარატი ესეთია და შეიძლება ანუ ამდეს ვერ გააყალბებენ, თავარია მივიდეთ რა და აი მივედით და ეგ მოხდა. ანუ შოკი არის. ეხლა ჩვენ ვართ შოკში და ამ შოკის მდგომარეობაში დაბნეულობა შეინიშნება, იმიტომ რომ ბუნებრივია მაგ მდგომარეობაში ან ჩერდები და საერთოდ ვერაფერს ვერ აკეთებ, ან გარბი ხარ, ან რაღაცა შეტევაზე გადადიხარ და ეს ქაოსი არის, აი შეუტიოთ გავჩერდეთ და არაფერი აღარ გავაკეთოთ თუ გავიქცეთ თუ რა უნდა გავაკეთოთ საერთოდ. აი ეს ქაოსი შეინიშნება, მაგრამ ეს დალაგდება, ეს დალაგებადი არის. ანუ ამ შოკური მდგომარეობიდან გამოსვლა შესაძლებელია, მაგრამ პრობლემა სხვა რამეშია. პრობლემა არის იმაში, რაც შენ პირველი რაღაც თქვი, რომ მოწინააღმდეგე არის ძლიერიო. მე მეცაც გეტყვი, მოწინააღმდეგე არის ძლიერი და რაც თავარია მოწინააღმდეგე ერთი ნაბიჯით არა, ორი ნაბიჯით და ხანდახან სამი ნაბიჯით ჩვენზე წინ არის. და სანამ ჩვენ მის რაღაც გადადგმულ ნაბიჯს ვცემთ პასუხს, აი გადადგა ნაბიჯი და ჩვენ მივხვდით, აი თურმე რაც აკეთებს და მოდი, აი ამას წინააღმდეგობა გაუწიოთ. ის უკვე მეორე ნაბიჯის გადადგმას იწყებს და მესამის დამუშავებაზე არის გადასული და ჩვენ ჯერ კიდევ პირველს ვცემთ პასუხს და მეორე ჯერ არც კი ბოდიში, აი აქ მინდა რომ კიდე კომენტარი პატარა გავაკეთო. ანუ ჩვენ როცა ამბობ, ხო? აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვაა რა. ყველანი არა. ანუ რაღაცა ნაწილი ამ აქტიური დასავლური საზოგადოების მუდმივად, ადეკვატურად, დროში, ზუსტად, გამოზდომილად პასუხს სცემს ხოცურ უზურპაციას და აქვს შესაბამისი რაღაცა დასკვნებიც და დროული, თქვათ, რაღაცა ზომებზე შეიძლება წარმოდგენად. ჩვენ ეს არ ვიცით. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში საინფორმაციო სივრცეს მაინც ავსებს პატარა ჯგუფი, ანუ
კიდე ერთხელ სადღაც 80 ადამიანი, რომელიც არის სპიკერი და ჩვენ იმ იდეებს, რომელიც შეიძლება დაანარჩენ 799,920 ადამიანის ტვინში იხარშება, ერთმანეთში ადეკვატურად და ეფექტურად ვერ ვაზიარებთ. არ ვართ ესე ორგანიზებულები. მაინც აი ეს შემყურეები ვართ ამ რაღაცა ერთი პატარა, ასე ვთქვათ, ცენტრის, ხო, რომელშიც პერიოდულად ვიღაცა შედის იქიდან, ვიღაც გამოდის, ანუ ეს ცენტრიც რაღაცა მუდმივი კი არ არის. ესეც რაღაც ცვალებადია რა, მაგრამ იმაზე ვართ მიშტერებულები. გეთახმები, როგორც ჩვენ როცა ვამბობ იგივე სიტუაციაში ვამბობ მოწინააღმდეგესაც. მოწინააღმდეგეშიც არის ბევრი ჯგუფები და ეს და ჩვენ უბრალოდ იმიტომ რომ რაღაცა პირობითად ორ მხარეს ყოფ. თორე ეგრეა კი. და ეხლა შენ რაც თქვი, მაგ მივდივართ აი პროპაგანდაზე გქონდა ჩვენ იდეა რომ ჩაგვეწერა რა და მაშინ მინდოდა ეგ მეთქვა. არის ერთი რაღაც, ანუ ერთ-ერთი შემადგენელი რა, როგორ მოქმედებს მოწინააღმდეგე. არის საშუალება რომ მაგალითად საწინააღმდეგო აზრი გააჩუმო იმით რომ უბრალოდ პირზე ააფარო ხელი, მაგრამ მეორე საშუალება არის რომ უბრალოდ იმდენი აზრი დააყარო, იმდენი სხვადასხვა ნაგავი დავარქვათ, ან რაღაცა ნარჩენები დავარქვათ, აი დაფლა ნაგავში ყველა ის აზრი რომელიც არ მოგწონს, ანუ ბევრი გააჩინო და ამ ბევრ რაღაცა საიდრო ვეღარ გაიგოს ადამიანმა. აი როგორც რა ვიცი, ოქროს ფოთანი შეიძლება დამარხო მიწაში და იმისთვის რომ შეინახო და ვეღარავინ ვეღარ შეამჩნევს, აი ესე. ამას აკეთებს, მაგალითად ამას აკეთებს სოციალურ ქსელებში და ასე შემდეგ, ანუ ეს ამ ტაქტიკას იყენებს და ესაც შენ თქვი, რომ არიან მუდმივად ადამიანები, ვინც რაღაცას ამბობს და იგივე შენ რაც თქვი, აი ამ აპარატებზე როცა ლაპარაკობდი, ხო? ძველი სტატუსი რო გაიხსენე. ხო, ესეთი ადამიანები არიან, იგივე შენ თქვი, მაგრამ ეს ჩაიკარგა. ნაგავი შეიქმნა. აი ეს შეიქმნა, რაღაცა ფენა შეიქმნა, რომელმაც ჩამარხა. და უბრალოდ ისმის ბევრი ადამიანის რაღაცა სხვადასხვა ხმა და ამ ხმაში აი ამ აზრის პოვნა ძალიან რთულია. ანუ ის რომ მე აი ამ ნაგავში ეს გამოვქეკო და შენი კონკრეტული აზრი ამოვიღო, უბრალო მოქალაქემ გავიაზრო და გადავწყვიტო რომ ეს ესე არის, აი ეგ ძალიან რთულია და ეგ არის გართულებული, ეგ არის პრობლემა. აი მაგას უყურე, აი მანდაც უყურე ახლა როგორ თქვი, იმათაც ბევრი ჯგუფები ყავთო, იმათ არ ყავთ. ისინი არიან სამხედრო წესით მოწესრიგებული ძალა. ქოცური რეჟიმი ეს არის სამხედრო იერარქია. არც ერთი დაბალი რანგის თავზე არ გადაახტება მაღალი რანგის ტიპს. აი მანდ ეგ არის. ვინც ამას აკეთებს, იმას ეგრევე თავს აჭრიან, ეგრევე სისტემიდან აგდებენ და ეგრევე ანაცვლებენ ახლით. მნიშვნელობა არ არის, ეს შეიძლება იყოს მინისტრი, შეიძლება იყოს დეპუტატი, შეიძლება იყოს თვითმმართველობის თანამშრომელი. ნებისმიერთვის ყავთ ალტერნატივა, იმიტომ რომ მან მნიშვნელობა არ აქვს ვიღაცების პირად დამსახურებებს, ანუ სრულიად არაკვალიფიციური ტიპი შეიძლება დანიშნონ ქირურგად. არა აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ თავარი ქირურგის ადგილზე ვიღაც ყავდეთ. შეიძლება ეს იყოს, რა ვიცი, ქირურგად დანიშნონ იურისტი. არა აქვს მნიშვნელობა, შეავსებენ უბრალოდ ადგილს რა. მე ვიღაცას, ვისაც ეს იურისტი ოპერაციას ჩაუტარებს, დააჯერებენ, რომ ეს არის მისთვის საუკეთესო, რაც ამ კაცმა გაუკეთა და სხვა არაფერი არ იქნებოდა. აქ დეზინფორმაცია იმუშავებს. ანუ ისინი არიან სამხედრო წესით ორგანიზებულები. ჩვენ აქით მხარეს, ანუ დასავლურ ნაწილში და ნაწილში, რომელიც დემოკრატიული სისტემის მომხრეა, დემოკრატიულ ოპოზიციაშიც არის მცდელობა, რომ სწორედ ასეთი სისტემით დაუპირისპირდნენ, როგორიც ქოცებს აქვთ. ანუ იყოს რაღაცა შეკრული, ეს რაღაცა დახურული გადაწყვეტილების მიღების ცენტრი და მერე სამხედრო წესით გადაეცეს ეს გარ. სისულელეა, არ გამოვა ეგეთი რამე და ეს არის ჩემთვის თავარი გაკვეთილი. რასაც უკვე მე-6 წელია ვუყურებ. დემოკრატიულ წინააღმდეგობაში ჩართულია დემოკრატიული აზროვნების ადამიანი. მას თვითონ თუ არა აქვს რწმენა იმისა, რომ რასაც აკეთებს სწორად და ემსახურება სწორ საქმეს, არ გააკეთებს უბრალოდ. და ვხედავთ კიდეც, ანუ არის რაღაცა შეკრებები, მოდის შევიკრიბოთ, რამდენი ხანი, 1 თვე, 2 თვე, 3 თვე, კითხვა მერე რა ხდება.
ანუ რამდენჯერ გავაკეთეთ უკვე ხო ხანგრძლივი წინააღმდეგობა და ადამიანები მართლა ძალიან ბევრი დავდეთ ყველამ. ძალიან ბევრმა თავისი ჯანმრთელობა ჩადო ასე ამ ბრძოლაში, ხო? და უსაფრთხოება რა უნდა პირად, ხო? შევცვალოთ მაგ? ნახე, გავაკეთეთ. აი ეგ არის რაც უნდა შევცვალოთ, აზროვნების წესი. მე მგონი უნდა დავივიწყოთ ეს ცენტრალიზებული რაღაცა სისტემა და ვთქვათ, რომ დავიწყოთ შექმნა ადგილობრივი წინააღმდეგობების. სამეზობლოები რატო უნდა დავკარგოთ? რატომ არის რომ მთავარ მოქმედების ცენტრად ვაქციეთ რუსთაველი? მოდი გადავიაზროთ. მოდი ყველა უბანში გქონდეს ადგილობრივი წინააღმდეგობის რაღაცა პატარა ჯგუფები, ან იქნებ დიდი ჯგუფები. თბილისში დარწმუნებული ვარ 25%-ზე მეტი მხარდაჭერა მაგათ არა აქვს. 30 მაქსიმუმი ეს არის რაც ჰქონდათ მაგათ ეგზიტ პოლებით. ეს არის მაგათი მხარდაჭერა თბილისში. 70% მაგათ წინააღმდეგ არის. რატო არ ვაორგანიზებთ 70%-ს ადგილებზე, რომ ვიღაცეებმა, აი ძირითადად როგორ ხდება, იცი, ვიღაცა ტიპი გამოვარდება და ხმამაღლა დედას აგინებს ოპოზიციას. დადის 20 კაცი მის გარშემო. და დღეს არ არის ორგანიზებული სათანადოდ, რომ ხმა ჩააკმენდინოს. ანუ უბრალოდ შენიშვნა უთხრას, რომ გაჩერდი რა, გაჩერდი და დაეტიე შენ ადგილზე. ხო? და ის ამას აკეთებს, გაიგე, ვიღაცა დგას ადგილობრივი ლოთი, ადგილობრივი ვიღაცა მოკრიმინალო ტიპი, ვითომ რაღაცა ადგილობრივი ფიზიკურად ძლიერ ტიპებს იყვანენ, აი ადგილზე რო ცოტა გამოირჩევა ფიზიკური მონაცემებით, რომელსაც ერთ-ერთზე შეუძლია მომენტში ჭუბი, იმიტომ რომ თუ დაჭირდა მე იძახებს 6 კაციან ბრიგადას, თქვათ, ეგ სხვა არის, ეგ სხვა სისტემაა კიდე და აი ამით ცდილობენ რომ მოიპოვონ მორალური უპირატესობა. რეგიონებში სხვა რამე ხდება, იქ საერთოდ ხო გამოჩნდა ეხლა რომ არა მარტო გაყალბება, არამედ თლიანად ფეოდალურ სტრუქტურად აქციეს რა სისტემა. ასე რომ გავითვალისწინოთ ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა ჩვენი ლაპარაკი აქ არ უნდა დავამთავროთ, ჩვენი დრო უკვე უახლოვდება დასასრულს, მაგრამ ჩვენი ლაპარაკი აქ არ უნდა დავამთავროთ რა. და მე მგონია ჩვენ ამ ფიქრს უნდა მიუძღვნათ დრო, მაგრამ უნდა ვილაპარაკოთ ერთმანეთშიც და ასე რომ დაგვიტოვეთ კომენტარებიც, დაგვიტოვეთ თქვენი აზრი. პირადად მე დღეს ამ ორი რაღაცის თქმა მინდოდა. მოწინააღმდეგე დავაფასოთ და მივაქციოთ მას სათანადო ყურადღება და მეორე ვიფიქროთ საკუთარი ჩვენი სტრუქტურების მეტ დემოკრატიულობაზე. თავისივე იარაღით მოწინააღმდეგეს ვერ დაუპირისპირდებით. ამ იარაღის გამოყენებაში სამხედრო იერარქიული სტრუქტურების მართვაში ისინი უფრო ძლიერები არიან. როგორც კი დავხურავთ ოთახს, შემოვლენ ისინი იმ დახურულ ოთახში და ყველაფერს მოშლიან. ასე რომ უნდა გავხსნათ ოთახები, უნდა შევქმნათ მეტი ცენტრები და ეს იქნება მისთვის მე ფაქტიურად გართულებული გაურთულებთ ასე ვთქვათ მას ჩვენს წინააღმდეგ მოძრაობას. ეს იყო ის რის თქმას დღეს მინდოდა. რამდენი ხანი გვაქვს? რამდენიმე წუთი დაგვრჩა. ხო, პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ აქ მართალი ხარ, არ უნდა შევეტენოთ იქ, სადაც მოწინააღმდეგე უფრო ძლიერი არის, იმიტომ რომ იქ, სადაც მოწინააღმდეგე უფრო ძლიერი არის, მარტივი არის იქ მართლები, მაგრამ მოწინააღმდეგე არის სუსტი, სხვაგან. მოდი, აი ესეთი მაგალითია, რუსული კანონის პირველი მიღების პირველი მცდელობა იყო. საზოგადოება არ იყო მკვეთრად მონოლითურად ორგანიზებული. პარტიები იყვნენ, არასამთავრობოებიც იყვნენ, მედიებიც იყვნენ და იყვნენ 3, 5, 7, 9 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი, სამეგობრო კოლეგები, უბრალოდ ნაცნობები, აი ესეთი ჯგუფები, რომლებიც დამოუკიდებლად მოქმედებდნენ. ანუ აი დამოუკიდებლად ხდებოდა, ვიღაც გადაწყვეტდა, რომ წინ ყოფილიყო პოლიციასთან წინ რიგში, ვიღაც უკან იდგა, მოქმედებდნენ და აი ამ მოქმედებაში, აი ამ რაღაცა ხარშვაში, აი ამ ფოაში, აი ამ არეულობაში, ამ ქაოსში, მაგრამ აქ იყო დემოკრატია და აქ ამან მოიტანა გამარჯვება. იმიტომ რომ გავლენა, აი თავრობის ვიღაც სუსის წარმომადგენლის ზარმა, თუნდაც ვიღაც ლიდერთან და დაქინებამ ამ შანტაჟმა ვერ მოიტანა შედეგი.
იმიტომ რომც მოუწოდა, ან რაღაც გადაწყვიტა, რომ მოდი ესე არ მივიმოქმედოთ და სხვანაირად გავაკეთოთ. ხალხმა ის გააკეთა მაინც, რაც გასაკეთებელი იყო. და მოუწოდა, რომ მოდი ეხლა ჩამოდით, აღარ გავაგრძელოთ ეს, მაგრამ არა, ხა ადამიანებმა გააკეთეს ის, რაც ეგონათ და გადაწყდა, რომ დემოკრატიულად გადაწყდა და გაიტანეს. გავიტანეთ. ხო, აი, გავიტანეთ რა. აქ არის მაგალითი, აი ეგ არის სამეზობლოები როცა ამბობ, მეგობრები როცა ამბობ, კოლეგები როცა ამბობ, პატარა ჯგუფები, რომლებიც თვითონ ფიქრობენ და ემზადებიან, ოღონდ აქ აღარ უნდა მოხდეს რაღაც ესკალაციის რაღაც იმ ხარისხში დარჩენა უნდა მოხდეს, რაც რეალური არის. ანუ სადღაც ვიღაცამ რაღაც ისეთი არ უნდა გააკეთოს, რომ ესკალაცია ეტაპი რაღაც სხვა ეტაპზე გადაიყვანოს რა. სწორი, რაღაცა ეტაპზე ყველამ უნდა აი ვიმოქმედოთ. იცი რა არის, ჩემი აზრით, ყველაფერი ყოველთვის მოსალოდნელია, მაგრამ როდესაც გადანაწილებულია ცენტრები, ხო? როდესაც გადანაწილებულია, ბალანსი მაინც გონივრული ჩდება. ანუ შეიძლება ვიღაცა ძალიან შორს წავიდეს, ვიღაცა ცოტა უკან ჩამორჩეს, მაგრამ გონივრული ბალანსი ჩდება, იმიტომ რომ თუ ჩვენ გვჯერა რომ ამორჩეველი გონიერია, თუ ჩვენ პატივს ვცემთ ადამიანების გონიერებას, მაშინ ამ პროცესშიც უნდა ვცეთ პატივი. და არ უნდა ვთქვათ, რომ ვიღაცამ რაღაცა არ იცის და მე ვიცი, მით უმეტეს, როცა არავინ არაფერი არ ვიცით, განსაკუთრებული და ჩვენი მთავარი იარაღი არის რეალურად ის, რომ ერთმანეთს ველაპარაკებით, ერთმანეთისგან რაღაცეებს ვიგებთ და მერე ვაშენებთ. ჩვენს ასე ვთქვათ, შემდგომ ნაბიჯს და შემდგომ გადაწყვეტილებას. თორე მარტო იზოლირებული რომ დავრჩეთ, რა ვიცი, რას გააკეთებს ერთი ადამიანი, ხო? რა ჩაიხარშება თავისივე წვენში. მთელი ჩვენი ძალა, დემოკრატიული ცვლილებების ძალა ყოველთვის მოდიოდა მეტი დისკუსიიდან, მეტი ინფორმაციის და მეტი რაღაცა აი ამ ვთქვათ, სივრცის აღქმისგან. რაც უფრო დიდ ფართო სივრცეს ხედავ, მით უფრო ადვილად წარმოიდგენ გადაწყვეტილებებს. ამიტომ მე მგონი ეს შესაძლებლობა დღეს რაც გვაქვს, რომ ამდენი ადამიანი ვართ ჩართული და ამდენი ადამიანი ღელავს და უნდა რაღაც გააკეთოს, ეს არ უნდა გაუშვათ ხელიდან და ყველაფერს უნდა მიუდგეთ, როგორც საქმეს. პროტესტი არ არის ჰობი და პროტესტი არ არის რაღაცა დროებითი, მომენტალური ავარდნა რაღაცა იმაზე, რა ქვია, პრობლემაზე, ხო? პროტესტი ეს არის სამსახური, ეს არის სამუშაო და ეს სამუშაო უნდა სრულდებოდეს. როგორც შეეფერება, ანუ მომზადება, შრომა, დისციპლინა და გეგმა. ხო, ეს დავუმატებ, რომ ეს რაღაც ეს ვილაპარაკეთ, არ არის ყოველთვის რაც ვისწავლეთ ამ პროტესტში, ანუ რა გვასწავლო პროტესტმა, ეს ის არ იმის მცირე ნაწილი არის. მე არ გამოვრიცხავ, რომ არ გამოვრიცხავ კი არა, ალბათ კიდევ მოგვიწევს ამ თემის გაგრძელება და შეიძლება კონკრეტული ეტაპები სასწორკეთ ჩავშალოთ და გავიხილოთ რა განსხვავებები იყოს სხვა ეტაპებთან და რა პლუსები და მინუსები ქონდა და რა ვიცი, გავყვეთ ამას რა. ფაქტია, რომ აი ახლა ესეთი დაძაბული მომენტი არის და რაფაც გჭირდება გადააზრება და გადაწყობა და მოქმედების დაწყება. ეგ არის. აბა, დროებით კარგად. დავამშვიდობოთ ჩვენს მენელს.